მეთქვა დაგლოცო. გაძლიერდით ყველას გისურვებთ წარმატებას სულიერ სიმდიდრეს სულიერად გზის გახსნას, ღვთის სადიებლო სული სასწავლებლად ცხოვრებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ეძებს თავის ცხოვრების საზრის, აზრს. ანუ ცხოვრობს ადამიანი არა უბრალოდ, ასე ვთქვათ, მექანიკური, ფორმალური რაღაც წესების შესრულებისა და სამოქალაქო ვალდებულებებისა და მეტნაკლებად გაცნობიერებული რეჟიმით ცხოვრების წესისა. ამან თუ იბრძო რა შეთავაზ ცხოვრების წესი, არამედ ცხოვრობს ღვთის მაძიებული ცხოვრების წესით, ანუ თავისი ჯვარკურთულების ძებნისა და პოვნის მცდელობის წესი. ცხოვრების საზრისის ძიების წესითა და პროცესში არის ადამიანი. აი ამ გარეშე სამყაროში ამ არეულ მიწიერ სამასოფლის ორომწრიალში ცხოვრების საზრისის ძიება შეიძლება, მაგრამ რომ გითხრა დიდი წარმატება პოვოს ადამიანმა გარე სამყაროში ცხოვრების საზრისის ძიების პოვნაში, მეტნაკლებად ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელი არის. ალბათობა მცირეა, მაგრამ შეიძლება. იმიტომ რომ სულ სხვა რამე შეიძლება იპოვოს. ამიტომ ჭეშმარიტი სასופველი ცათა და სიმართლე მისი ლოცვით უნდა ილოცოს, ითხოვოს ღვთისაგან და საკუთარ თავში და უფალში უნდა ეძებოს და არა აღირიოს ამ ცხოვრების ფუსფუსში, რომ იქნებ იქ რაიმე იპოვოს გარეშე ცხოვრებაში. თუმცა კი იქაც არის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, მაგრამ ეს უფრო რთული გზაა. სად უნდა ვეძებოთ? უფალ ჩვენი იესო ქრისტეში. ამიტომ ეს მკაცრი რეალობა გვიბლოკავს ცხოვრების საზრისის პოვნის შანსს. ძალიან მკაცრი, დაუნდობელი, სასტიკი და გულგრილ სოციუმში, ანთროპულ ქსოვილში, რეალობაში ვიმყოფებით, მით უმეტეს დღეს ამ პერიოდში. ამიტომ და ეს ისეთი ამასოფლის ბრძოლები ადამიანის სულში, სამშვიდობოში და სხეულში ნაპრალს აჩენს მის სულში და უძლურებებს აჩენს სულიერს, ემოციონალურსა და სხეულებრივ უძლურებებს. იმიტომ რომ ებძვის ადამიანს თან ისე ადამიანს, რომელიც ამასოფლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ანუ ქრისტიანი და ნაპრალს იწვევს სულში. ხოლო ამთლიანებს ვინ? უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამთლიანებს ადამიანს. ამიტომ სულ მუდამ მოუკლებელად უნდა ვილოცოთ და ვევედროთ ქრისტეს, რომ ბზარი არ მივიღოთ, სულიერი გაორება, დუალიზმში არ ჩავარდეთ, ამბივალენტურ ცხოვრებაში არ ჩავარდეთ, ორპირობაში, არამყარ და გაუმთლიანებელ მდგომარეობაში, არამედ ერთი პირით, ერთი გულით ვადიდოთ უფალი, გაუმთლიანებელ, იმიტომ რომ უფალი ამთლიანებს. ამ სიმძიმეს, ამ ეგზისტენციალურ ფონს სიმძიმისა, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ყოფიერების სიმძიმეს, ამ პოსტსაბჭოთა სივრცისა, ჩვენი ყოფის სიმძიმეს ვერაფერი ვერ მოერევა თუ არა და ქრისტესთან სადმი ვედრება და შევედრება მთელი ჩვენი ცხოვრებისა. ვერავინ მარტო ამას ზეცის ზურგი თუ ზეცისა არ აქვს, თუ უფლის ზურგი არ აქვს, ღვთისმშობლის, მფარველი ანგელოზის, წმინდანების, ძმების, დების, დახმარების, ესე ვთქვათ, ზურგი, როგორც იტყვიან, ამ ბრძოლას ვერ მოიგებს მარტო თავით თვისით ადამიანი, ეს კი ვიცით. მადლი სულ გარდამოდის, მადლი სულ მოდის, აი თუნდაც ლოცვებამდეც, ლოცვის დროსაც და ლოცვის შემდეგაც. მაგრამ მადლი მოდის და თავშევათ მიღებას კიდევ თავის ცოდნა და კულტურა უნდა. თან მადლი მოდის და ვიღებთ მაშინ არა როცა ჩვენ გეგმავთ და როცა ჩვენ ველოდებით, არამედ როცა ჩვენ მზად ვართ ამისათვის, რომელიც ჩანს ზეციდან. ხარ მზად თუ არა ხარ? მზად ამისათვის, რომ მადლი მიიღო. ამიტომ სულ მუდამ მზად უნდა ვიყოთ. ამახასიათებელი ამა ბოროტი რეალობისადმი, ამ განსაცდელებით, ხილული თუ უხილავი განსაცდელებით დამახასიათებული რეალობა ხასიათდება ხილული თუ უხილავი ბრძოლებით, არამთლიანობით, როგორც თქვი, დანაწევრებით. აქ ამიტომ ადამიანისთვის აუცილებელი არის, რომ მყარად იდგეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების დოქტრინაში, რიტუალში, არა ფორმალურად, არა იმიტაციურად, არამედ რეალურად იყოს, მთლიანად იყოს, სრულად ენდობოდეს ღმერთს და ქრისტიანულ მოძღვრებას, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, დოგმებს და წმინდა წერილს და წმინდა გარდამოცემას, იცით ახლა. ეს გზა, მე ვარ გზა, გახსოვთ ხო? მე ვარ ჭეშმარიტი, მე ვარ სიცოცხლე, ამბობს ქრისტე. ამ გზაზე მავალი ადამიანი იმედს არასდროს არ დაკარგავს, იმიტომ რომ თვითონ გზა არის უფალი და ამ გზაზე ვინც დადის,
მას აძლევს აუცილებლად დარწმენაში ძლიერდება, ამ გზაზე აძლევს იმედს, რომელიც არასდროს დაეკარგება და ამ გზაზევე პოულობს სიყვარულს, რომელიც სათნოებათა მწვერვალია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბრძოლები არის, რა თქმა უნდა, ხილული თუ ხილული ბრძოლები არის და იქნება და ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს წრთნა, ეს ვარჯიში, ეს გამოწრთობა ჩვენთვის ალბათ დაშვებულია ღვთის მიერ. რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვიყოთ, როგორც ვერ შედგება სპარინგი, ხო, ვერ შედგება ბრძოლა თუ ოპონენტი არ არის. ამიტომ ხილული თუ ხილული მტერი, როცა არსებობს, ისე იგი დაშვებულია. ამიტომ შენ კეთილგანწყობილად გაიღიმე და ხნედ იყავი. დაშინებული და დაფეთებული არ უნდა იყო, უნდა ძლიერად იყო და გაძლიერებული ძალას მიიღებ. იმიტომ რომ შიში ართმევს ძალას ადამიანს, პარალიზებას უკეთებს შიში. და როდესაც ამ შიშს აყვება ადამიანი, მას ძალა ერთმევა და სულიერ სიმყარეს კარგავს. ამიტომ უნდა გახსნა უფალს ევედო შენი გული, რათა გაგიხსნას, განგაახოს, მეორეს უთქვა გაგიხსნას. სულიერის ჟანგბადი მოხდეს, რომ სრულად შვიდად წყნარად მისდიო მას და ზედმეტად არ გამოიწოვო ენერგიისაგან, არ ვამპირიზება არ მოხდეს შენში ენერგიის, არ გამოიფიტო. რისი უამრავი პარაზიტები არსებობს ამისა. იმიტომ რომ ბოროტება ყოველთვის პარაზიტირებს. ვამპირიზმი ეს პარაზიტირება ადამიანის სულიერ ენერგიაზე. ცნობიერების პარაზიტებიც არსებობს. ეს რახვები და ასე შეგვიძლია. არსებობს ემოციონალური პარაზიტები და არსებობს ფიზიკური პარაზიტებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პარაზიტირება ჯანმრთელ ქსოვილზე დამოუკიდებლად სასიცოცხლო ენერგიის მოპოვების შეუძლებლობის ფონზე. ეს დიდი ფაქტორია, რომ იმ ენერგიას, როდესაც მიიღებს ეს ნეგატივი და წაიღებს, ხო არ გონიათ, რომ ეს ღვთისაიდებლად გამოიყენებს, ეს თავიდანვე აპრიორულად იმას ვერ გამოიყენებს, იმას წაიღებს და უმალვე გამოიფიტება და ახალი დონორი ჭირდება მას. ამიტომ ესე რო არ იყოს, უნდა ფრთხილად იყოთ, რომ ეს სულიერი შიში, სულიერი ცდუნება, სულიერი ეს მაცდურობა იქნეს დაბლოკილი და დაცული იყო ჯვარის სახით. ამიტომ აი ეს ლოცვებიც, ამიტომ არის კარგი, რომ ის სისუსტეები, რა ჩვენ გვაქვს, იმ სისუსტეებში შედის, ზუსტად იმ სისუსტეებზე ურჩხავს ეს ბოროტი ძალა, სისუსტეებს. ის სისუსტეებს ნახულობს და იკითხავს. ძალადობა ადამიანზე არ შეუძლია, ძალადობა ადამიანზე უფლება არ აქვს და არც აკეთებს ამას. უბრალოდ სისუსტეები რაც არის, იმას გენერირებს და იმას გიღვივებს. ამიტომ ეს ბავშვებს ეს ნეგატიური ძალები, ეს შავი ძალები, უხილავ დღეებზე ვიძახი, ქაოსური არ არის. საკმაოდ პედანტური, საკმაოდ ესე ვთქვათ, მოწესრიგებული და მზაკრულია, რომლებიც თავისი მაცდური სისტემურობით გამოირჩევიან. მაცდური ჯოჯოხეთური ძალები, მაცდური სისტემატურობით და პედანტურობით გამოირჩევიან. ეს ძალები, ისეთი ძალები, რომლებიც კი არ ძალადოს, მაგრამ გადახრის, თქვას აცნობს და უძლიერებს ძინარე ლატენტურ მდგომარეობაში, ის რაც ძინარე იყო, სასმაში სუსტად იყო ადამიანს, იმას უღვიძებს და უძლიერებს, თუ კი მადლი უნდა მიიღოს მაშინ. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერზე თავის გადასახადი აქვს. ყველაფერს ცოდვაზე უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდვას რო ვიდენთ, იმ მომენტში და სიამოვნებას წყალებში გამისთ, ვიცოდეთ, რომ ყველა ცოდვას თავისი სახადი აქვს. და ისეთი რამე ისე უნდა დააგდებინოთ თავი, რომ მერე ვეღარ აღგებ. ესეც უნდა ვიცოდეთ. შეუქცევადი ცოდვა არ უნდა ჩაიდოთ, თუმცა ყველაფერი მონანიებადია, მაგრამ არსებობს შეუქცევადი რაღაცეები, ძალიან დიდი თემა, რომელიც თითქმის მონანიებელია. სულიწმინდის გმობა მაგალითად, ხო და ასე შემდეგ, დიდი თემები. ამიტომ გადასახადი იმაზე, რომ შენ აქ რაღაცა გარკვეული ბონუსები მიიღო, რაღაც გარკვეული ფუფუნება მიიღო, რომელიც ხწნის ადამიანს, ფუფუნება ხწნის. ვინც ფუფუნებაშია, ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ სულიერად ხწნის ადამიანს, როგორც ლეში ისე იხსნება ფუფუნებაში ადამიანი და იშლება. და სულ ერთია
ფუფუნებისთვის ვის გახსნის და ვის დაშლის. ამიტომ ხილათ უნდა ვეთქვი, რომ ყველა ის დაშვება, რასაც შენ უფლებას აძლევ, ბოროტ ძალას, რომ შენში რაღაცა ბონუსი მოგცეს, თქვენზე არ მომწ, საერთოდ ზოგადად ვიძახი, რომ ეს რისკ ფაქტორი არის დღეს მithumas. აი ამ ბონუსზე უნდა იცოდე, რომ ყოველთვის არის რისკის საკუთარი თავის დაკარგვის. და შენი საკუთარი მე, საკუთარი თავი დაკარგე, ვერანაირი ბონუსი, ვერანაირი ფული, ვერანაირი თანამდებობა, ვერანაირი რაღაცა სრულ ძალაუფლება აქ ამ მოკლე ინტერვალში მოცემული ვერ დაგიბალანსირებს. თუ ცხოვრების საზრისი არ აქვს და საკუთარი მე და საკუთარი პიროვნება დაკარგე და დაკარგა აუცილებლად თუ ბოროტების მარცხენა გზას გაყვები, ასე ვთქვა. ამიტომ ვიფიქროთ, ვილოცოთ მეტი რომ არ დავიშალოთ. ძალიან დიდი და მძიმე ბრძოლებია დღეს და ადამიანის დაშლაზეა მიმართული, სულიერ დაშლაზე, სულიერ ასე ვთქვა, სულიერი ნახევრად დაშლის პერიოდი დაჩქარებული ადამიანს, მათემატიკაში რომ ვთქვა, რადიოაქტიული ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხო? და ამიტომ ვეცადოთ, რომ მეტი წესრიგი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოცემული რიტუალური და არა ფორმალური, ღრმა რიტუალური, გააზრებული წესრიგი დავამყაროთ ჩვენს ცხოვრებაში. რაც აუცილებლად შეგვაქავებს, დაგვიცავს, სიმყარეს მოგცემს და ყველა სრულებაში გაგვაძლიერებს და არ მოგცემს საშუალებას იმისა, რომ დავეცეთ და ვეღარ ავდგეთ. თუ დავეცემით, სასოც არ უნდა წარუდგეთ, აუცილებლად უნდა ავდგეთ და გავაგრძელოთ სვლა წინ და გზა ისედაც ხსნილი ვიწრო, მაგრამ მასხოვნებელი ჩვენთვის მსუბუქი და ტკბილი გახდება. რადგან ტვირთი უფლისა ტკბილი და მსუბუქია. ამიტომ ვილოცოთ, ვიყვარდეს, მადლობდეთ, ვისწავლოთ, უფლისაგან ვისწავლეთ ჩემგან. და ისე იქნება ყველაფერი, როგორც ღვთისმება იქნება. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თათა.